არის ხო შესანიშნავი ფილმია. მოდი თამარა ქაფიანიძე გავიცნოთ, ნახოთ მის ეკავავილი და მე ისე ვიჭრავთ. საიდან დაგებადათ იდეა და თქვენ როგორ შექმნით პირველი სუნამო? სუნამო არის ჩემი საყვარელი პროდუქტი ბავშვობიდან და ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ მეც გამეკეთებინა სუნამო, მაგრამ არასდროს არ მიფიქრია, რომ ამის გაკეთება სერიოზულად შემეძლო. ისტორია, რომელიც მე თვითონ ძალიან კარგად მახსოვს, ოღონდ მახსოვს მოყოლით ბებია ჩემისგან, იყო ის, რომ ერთ-ერთი მივლინების დროს ბაბუაჩემმა ბებიას ჩამოუტანა ძიორისიმო. ეს არის დაახლოებით 60-იან წლებში ძიორმა გამოუშვა ეს არომატი და მთავარი ინგრედიენტი იყო შროშანი. და მე მახსოვს ძალიან კარგად, რომ ეზოში ბებიამ დარგო შროშანი და არ ვაცლიდი აყვავებას, ამას უწყვეტდი, ჭყლიტავდი ამას და ვამბობდი, რომ ეს არის ჩემი სუნამო. თავდაპირველად, რასაც ვქმნიდი, ეს ყველაფერი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ არასდროს არ მიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება და სერიოზულად დავკავებულიყავი წარმოებით და ის თავიდანვე ვიცოდი, რომ პირველი არომატი უნდა ყოფილიყო ობსერვატორიის წიწვოვანი ტყის სურნელი. შესაბამისად, როდესაც დავიწყე, სადაც გავატარე ბავშვობის ძალიან დიდი ნაწილი, იმიტომ რომ არდადეგების ძალიან დიდ ნაწილს ვატარებდით იქ მე და ჩემი და. ჩემთვის წიწვოვანი ტყე არის ის სურნელი, რომელიც არის აფროდიზიაკი და ეს ნიშნავს იმას, რომ სულ მინდა ცხვირში ამის შეგრძნება და გონებაში კიდე ეს სურნელი სულ მაქვს. ეს არის პირველი არის პირველი ეს არის ეს გავხსნი. რა პროცესი არის? აი როგორც ტექნიკურად თვითონ შეფუთვა ძალიან მოწონს ეს მონოლითური ესეთი მიდგომა. შეფუთვა და თვითონ არომატი აქ მზადდება. პარფიუმი აი ვინ ამზადებს? ჩემს აბსოლუტურად უცნობია რა ჯაჭვი არის მაგალითად როდესაც კეთდება სუნამო. მე მქონდა იდეა თავიდან მხოლოდ ამაზე ხო რო ყოფილიყო გულსაკიდი, რომელშიც ესხმება სუნამო. რამდენჯერ ყოფილა ცხოვრებაში, რა აი გიფიქრე ახ როგორ არა მაქვს, ხო აი რო გინდა რომ იმ მომენტში კარგი არომატი გქონდეს და ეს ზუსტად იმიტომ რომ მე ვახსენე რომ ეს საბასტუმის სუნი არის აფროდიზიაკი და მე სულ თან მინდა ამის ტარება. სუნამო მზადდება ცხვირით, გონებით ან ვიზუალით. რას ნიშნავს ეს? აი ხა მაგალითად ობსერვატორიასთან ასოცირებული სურნელი და ეს სუნამო მოდის ჩემი გონებიდან, იმიტომ რომ ეს არომატი მე მახსოვს გონებიდან. რაც შეეხება ვენერას, ვენერა არის ვიზუალიდან შექმნილი სურნელი. ჩემმა მეგობარმა სანდრო გუნიამ გააკეთა ძალიან საინტერესო ქათაუთი ვენერა, რომელიც მე ვიზუალურად იმდანაც მომეწონა, ძალიან დიდი ხანი ვეხვეწებოდი, რომ მომეცი მე მინდა და საბოლოოდ მას მერე რაც ეს ვენერა მე დავიკიდე სახში. აი ამ ვენერა მე მიკარნახა ეს არომატი. ადამიანი, რომელიც ტკბება ყველა მომენტით და არ ჭირდება სხვისი დასტური იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი. ეს არის პირველი ქართული ხელნაკეთი სუნამო. ვეძახი არტიზანულ სუნამოს, იმიტომ რომ არტიზანული ნიშნავს ხელნაკეთს და ეს არის პირველი ქართული არტიზანული სუნამო. ძალიან კარგია, რომ ისტორია გრძელდება, ეს წყვეტა აღარ არის, წარმატებები პირველი არტიზანული სუნამოს ქართველ ავტორს და ბევრი წინსვლა და ბევრი ახალი სუნელის შექმნა. მე კი პირდაპირ საინტერესო ამბებს კვლავაც მოგიტან ჩემთან. აუცილებლად ეჭვი არ გვეპარება და ძალიან კარგ სივრცეში იყავი სხვათა შორის და სივრცეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.